მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. მოხარული ვარ, რომ დამითმეთ დრო და გახსენით ჩემი არხი. ახლა გაგაცნობთ დღევანდელი ვიდეოს გეგმებს და არა, არ მშობია, რომ არც მიმშობიარია. დავდივარ ჯერ კიდევ ასე. მოკლედ ხვალ ჩვენთან იწყება სასწავლო წელი. ჩვენთან გერმანიაში, კერძოდ ნიდერსაქსენის მიწაზე იწყება სასწავლო წელი. ნიცა ხვალ დილით მიდის სკოლაში, ხოლო გოჩა ზეგ წავა სკოლაში, ამიტომ არ ვიცი ჩემი პატარა როდის დაიბადება და როდის მოინდომებს დაბადებას, ამიტომ წესით ვაპირებდი პარასკევს ოთახის გაფორმებას, რადგან ეს დღესასწაული უფრო გოჩას ეძღვნება, გოჩა მიდის ახალ სკოლაში პირველად. ახლა უკვე ნიცა და გოჩა ერთ სკოლაში ივლიან და მინდოდა რომ გოჩასთვის მომეწყო ეს ღონისძიება, როგორც იტყვიან და გადავწყვიტე რომ დღეს ღამე გავაფორმო ოთახი, ასევე ვიყიდე საჩუქრები, ხვალ ნიცა წავა სკოლაში და ასევე ხვალ გოჩაც მიიღებს თავის საჩუქრებს. მოკლედ გაჩვენებთ რა ვიყიდე და გაჩვენებთ ასევე დეკორაციას, რაც წინა წლიდან შემომრჩა. ძლივს დავაძინეთ ჩემი ბავშვები, ახლა არის ღამის 11 საათი. მე მგონი ნიცას არ სძინავს, მაგრამ არ მგონია რომ შემოვიდეს. გაჩვენებთ რა მაქვს წინა წლიდან. ეს არის ასეთი კორნეტები და ასეთ კორნეტებში ადლებენ ბავშვებს საჩუქარს სკოლის პირველ დღეს. პირველ კლასელ ბავშვებს განსაკუთრებით უზარმაზარ კორნეტებს უკეთებენ. მე პატარა საჩუქრები რაც ვიყიდე, ჩავდებ ამ კორნეტებში. ასევე გვაქვს სანთლები ფანქრების ფორმის და ყოველ წელიწადს ვამბობ, რომ სანთლები დავანთო და ყოველ წელიწადს მავიწყდება, ან და დრო არ გვაქვს სანთლების განთებისთვის. ასევე თუ გახსოვთ ეს მაგიდის დასაფენი, რომელიც მე თვითონ გავაკეთე და არის სახაზავის ფორმის, ასევე შენახული მაქვს ასეთი ტრაფარეტი, ფანქრებისგან წერია პირველი სკოლის დღე და ამასაც დავკიდავ. აქ დავდო. აქ მაქვს ციფრები არა, ასოები თექისგან და ამასაც დავყრი ალბათ მაგიდაზე. ასევე ასეთი პატარა ტრაფარეტები სასკოლეთ. მაფინები მაქვს გამომცხობილი და ვფიქრობ, რომ მაფინებში ჩავორჭო. ასევე წინა წელს ვიყიდე ეს ერთჯერადი ხელსახოცები და დამავიწყდა, რომ გამომეყენებინა. მოკლედ წელს გამოვიყენებ. კიდევ ასეთი მუყავს ქაღალდი, ეს ნიცას ფაილების ჩასადები იყო, თუ არ ვცდები და მინდა რომ გამოვიყენო როგორც პლეისმატი, ზედ დავდო თეფშები. მგონია რომ ორიგინალური და ლამაზი უნდა გამოვიდეს. გადავიდეთ საჩუქრებზე. ბავშვებს ავუღე ასეთი კომბინეზონები. ახლა კი ცხელა, მაგრამ სულ მალე შემოდგომაზე აცივდება და სკოლიდან დაღლილები რომ მოვლენ, გამოსაცვლელი სახლის კომბინეზონები, თბილი და თუნიას ფორმები ავუღე. გოჩას ძალიან უყვარს ასეთი ტანსაცმელი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოეწონება. ნიცასი არის თეთრი ფერის, ხოლო გოჩასი ყავისფერი. ასევე ბუშტები გამოვიწერე შეინიდან. 2 ვარსკვლავი. ეს ჩანთა
ასეთი ბუშტი და ფანქარი ბუშტი. ამებს გავბერავ ახლა და დავკიდებ, რომ ხვალ დილით, როცა შემოვლენ ოთახში, დახვდეთ საჩუქარი. ასევე ასეთი ფანქრის ფორმის ჩასადებები, ამას შემდეგ თავიანთ ოთახებში დადებენ და ფანქრებს ჩააწყობენ. ამჯერად ვფიქრობ, რომ ყვავილები ჩავდო. და გადავიდეთ ცალკეულ საჩუქრებზე. ეს ჭიქა ავიღე ნიცასთვის. ასეთ ჭიქებს გოგოები უფრო ხმარობენ, ამიტომ ეს ჭიქა ნიცასთვის და ეს ამ ჭიქის ხუფებია, ასეთი საყვარელი. გოჩასთვის ავიღე ასეთი წყლის ბოთლი და ნიცა უკვე დიდი გოგოა, ლანჩბოქს აღარ ატარებს სკოლაში, ამიტომ გოჩასთვის ასეთი ლანჩბოქსი ახალი. გოჩას აქვს ახალი ლანჩბოქსი, მაგრამ ასეთი მინდოდა და ესეც ავიღე. საყვარელი საჩუქრები, ეს არის გამოსათვლელი დათუნიები, ეს ნიცას და გოჩას, თან არის ბრელოკი და შეუძლიათ რომ ჩანთაზე დაკიდონ. საშლელები, ამას გავხსნი ახლა და თითო-თითოს ჩავუდებ. ასევე ეს არის გოჩასთვის ავტობუსის ბილეთის ჩასადები. ერთხელ ნიცას ვკითხე, რომ გიყიდით გო ავტობუსის ბილეთის ჩასადებს და არ მინდაო, ამიტომ გოჩას გამოვუწერე ასეთი და ესეც გოჩას ტელეფონზე დასაკრობი. მოკლედ ნიცასთვის მაქვს კიდევ თმისამაგრი და კიდევ მქონდა რამოდენიმე თმისამაგრები. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს საჩავდე და როცა ვიპოვი მერე მივცე. ახლა ავაწყობ ჯერ ამ კორნეტოებს, შემდეგ გავბერავ ბუშტებს, დავკიდავ და გავშლი მაგიდას. Time I try to fit in, it ends up in misery, yeah. Socializing doesn't fit me, but I can get away so easy. I was born a misfit, don't go with the cool kids, it's all overrated, no I never missed it. I was born a misfit, don't go with the cool kids, it's all overrated, I just didn't meet it. I'm a la 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 loner. ეს ტრაფარეტი და ბუშტები სერგომ დამიკიდა, ხოლო ამ ვარსკვლავ ბუშტებს არ აქვთ ჩამოსაკიდი, ამიტომ ფარდაზე მივამაგრებ ორმაგის სკოჩით, რომ დაიჭიროს. I'm solo dancing on your body, crazy on my own, but all in. I can feel the eyes all staring, but I don't care about them saying. I was born a misfit, don't go with the cool kids, it's all overrated, no I never missed it. I was born a misfit, don't go with the cool kids, it's all overrated, I just didn't meet it. I'm a la 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 loner.
ესეც ბოლო შედეგი ულამაზესი გამოვიდა. ვფიქრობ, რომ მაგიდა არის ზედმეტად გადატვირთული, მაგრამ არა უშავს დავაწყე ასევე ვაშლებიც და ჩემი აზრით ვაშლი არის სწავლის სიმბოლო, ამიტომ წითელი და მწვანე ვაშლებიც გამოვიყენე. ასევე დავდე თეფშებიც, ჭიქებიც, რადგან ვგეგმავ ხვალ დილით რაიმე გემრიელის მომზადებას. მინდა რომ ცოტანიცა გავახარო, რადგან გოჩა პარასკევს 11:30-ზე მიდის სკოლაში და სკოლაში იქნება ღონისძიება, ნამცხრები იქნება, ასევე გრილი იქნება, ჰოთ-დოგები და ასე შემდეგ. ამას მხოლოდ მეხუთე კლასის ბავშვები აღნიშნავენ და მიირთმევენ, ასე რომ მინდა რომ ხვალ ნიცასთვის რაიმე გემრიელის საუზმე მოვამზადო. არ ვიცი, მოვიფიქრებ, ჯერ ვერ გადავწყვიტე, რისი მომზადება მინდა ხვალისთვის. ასევე ამ მაფინებს ახლა პარკს გადავაფარებ, რომ არ გახმეს და უკვე ხვალ დაგიბრუნდებით. დღეისათვის გადავწყვიტე, რომ მოვამზადო ტაფის ხაჭაპურით საფუარის გარეშე, რადგან ნიცას ძალიან უყვარს ხაჭაპური. ხაჭაპურისთვის დაგჭირდება 300 გრამი კეფირი არ მაქვს, მაქვს აირანი და აქ არის 250 გრამი. ვფიქრობ, რომ ცოტა გავასქელო, დავუმატებ მაღალპროცენტიან მაწონს, ასევე 450 გრამი ფქვილი, 1 კვერცხი, გამაფხვიერებელი მაქვს 15 გრამი, 1 სუფრის
1 ჩაის კოვზი შაქარი და 1 ჩაის კოვზი მარილი. ამ ყველაფერს ამოვურევ ერთმანეთში, შემდეგ მოვამზადებ ყველს და შევწოვ ხაჭაპურებს. ასევე დაგჭირდება 3 სუფრის კოვზის ზეთი და მე დღეს დამჭირდა ცოტა მეტი ფქვილი, ვფიქრობ რომ აირანი იყო თხელი და ამიტომ აიღო მეტი ფქვილი, მომზადების დროს დააკვირდით კონსისტენციას და თუ აკლია ფქვილი აუცილებლად დაამატეთ. ცომი არ უნდა იყოს მკვრივი, უნდა იყოს რბილი და ოდნავ იქრავდეს ხელზე. You've been shattered, you've been broken down. Heart is beating, still won't make a sound. It feels like an angel straight from heaven, just like my lucky number 7. You're my shooting star. We're running round in circles. Love feels so invincible. Feel you when there's no one around. Your beauty's so amazing. I will always hold you down. Your heart will be kept safe and sound. But I don't wanna love you when I'm faded. You're the picture perfect, you're on my mind. Painted. And I don't wanna lose what we've got tonight. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heart need to save it. 'Cause your love's underrated. 'Cause your love's underrated. And I don't wanna lose what we've got tonight. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heart need a saving. 'Cause your love's underrated. Deep in my heart I know you're irreplaceable. Together unstoppable. And I feel your frequency, feel your love around me. I'm drowning in my mind, don't wanna let you down. We're running round in circles. Love feels so invincible. Feel you when there's no one around. Your beauty's so amazing. I will always hold you down. Your heart will be kept safe and sound. But I don't wanna love you when I'm faded. You're the picture perfect, you're on my mind. Painted. And I don't wanna lose what we've got tonight. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heart need to save it. სანამ ბავშვები საუზმობენ, გაჩვენებთ სკოლის ჩანთებს, რომლებიც ამ წელს ვიყიდეთ. ეს არის ნიცას ჩანთა, ზუსტად ასეთივე უნდოდა გოჩასაც, მაგრამ გადავაფიქრებინეთ, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთი ჩანთა იქნება გოჩასთვის მოუხერხებელი და არ არის გამძლე, რადგან ვიცი გოჩა როგორი ბავშვია და მოკლედ ძლივს გადავაფიქრებინეთ სხვა ჩანთა და გაჩვენებთ ახლა. გოჩასთვის ავიღეთ ეს 2 ჩანთა, ეს არის პატარა ჩანთა, სადაც ტელეფონს, საფულეს, ასევე სასადილოს ჩიპს და ავტობუსის ბილეთს ჩადებს. წარამარა რომ არ ეძებოს ამ დიდ ჩანთაში, ამიტომ ავიღეთ პატარა ჩანთაც, შემდეგ სკოლაში რომ მივა, ამ ჩანთას ჩადებს ხოლმე აქ. ეს ჩანთა არის უფრო მოზრდილი და უფრო მეტი სათავსოები აქვს, ვიდრე ნიცას ჩანთას, არის ასევე წყალგამძლე, წვიმის დროს არ სველდება და ვფიქრობ, რომ გოჩასთვის ასეთი ჩანთა უფრო უკეთესი იქნებოდა. რაც მთავარია თვითონ ძალიან მოსწონს. არ ვიცი რამდენად პრაქტიკული იქნება ამ პატარა ჩანთის გამოყენება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ ჩანთას კარგად გამოიყენებს. And I don't wanna lose what we've got tonight.
Wish I could tell you that I want you here with me, but you'll never love me like the way we used to be. Too far from Saturn, lost in the patterns. Where's the stars align so we could be free? Palms are sweaty, knees unsteady. I can't see my head on straight. Heart is heavy, wasn't ready. Don't think I can see your face. Now we're just friends. How long till that ends? It feels like forever away. Yeah, we're on, and we're on. It will never be enough. Now we're gone, and we're on our way. If I stay, if I go, it won't change this lonely road. So I guess I'll just have to wait for the feelings to fade. Oh, for the feelings to fade. Oh, if I stay, if I go, it won't change this lonely road. So I guess I'll just have to wait for the feelings to fade. დღეისთვის მოვამზადე პანკეიქები შოკოლადის გლაზურით. ახლა დავუდებ ნიცას საუზმეს, გოჩას ჯერს ძინავს. გუშინარ მithქვია ნიცა გუშინაც და დღესაც როგორც ყოველთვის დილის 7-საათზე გადის სახლიდან, ხოლო დღეს გოჩა წავა 11:30-ზე სკოლაში. ვფიქრობ, რომ ბარემ გოჩას ლანჩბოქსიც ავუწყო და შემდეგ უკვე თავისუფალი ვიქნები. ასე გამოიყურება გოჩას ლანჩბოქსი, როგორც უკვე გითხარით, მინდოდა ასეთი ლანჩბოქსი და ახლა გეტყვით რატომ. აი ეს ამოდის, რომ გაირეცხოს და აქ რჩება თავისუფალი ადგილი, ესეც რომ გამჭირვალეა. ვიფიქრე კრეატიული იქნებოდა თუ აქ რამეს დავდებდი. მაგალითად გუშინ ამოვბეჭდე ეს ნახატი თუ სურათი, ამოვჭერი ზომების მიხედვით, აქ ჩავდებ და ასეთი ლამაზი ლანჩბოქსი გამოდის. ვფიქრობ, რომ ყოველ კვირა შევუცვალო სურათი და ასევე იქნება ულამაზესი წელიწადის დროების მიხედვით, მაგალითად ახალ წელს საშემოდგომო თემატიკით და ასე შემდეგ. ახლა გავუკეთებ ბუტერბროდებს. სიმართლე გითხრათ, ვერ ხვდები რატომ მოითხოვეს სკოლისთვის დღეს ლანჩბოქსის ჩადება, რადგან როგორც ვიცი, სკოლაშიც აღნიშნავენ და იქნება სადილი და მოკლედ როგორც გავითხრეს, ისე ვაკეთებ. პატარა პანკეიქები მოვამზადებ ამ ლანჩბოქსისთვის და ასევე ჩავასხავ შოკოლადის გლაზურსაც. I think it's the only way I know to be alone. Too far from heartbreak, can't feel the pain. Ain't it a shame I think I sold my only soul? Palms are sweaty, knees unsteady. I can't see my head on straight. Heart is heavy, wasn't ready. Don't think I can see your face. Now we're just friends. How long till that ends? It feels like forever away. Yeah, we're on, and we're on. It will never be enough. Now we're gone, and we're on our way. If I stay, if I go, it won't change this lonely road. ესეც გოჩას ლანჩბოქსი მზად არის, ხოლო ნიცას მას შემდეგ, რაც აღარ მიაქვს ლანჩბოქსი სკოლაში, ვყიდულობ მსგავს ფუნთუშებს ან ორცხობილებს, რომელიც აი ასე არის გახვეული პარკში და ვატან ყოველი შემთხვევისთვის, რომ თუ მოშივდება მიირთვას. For the feeling
10-ზე გავედით ჩვენ უკვე სახლიდან, მოკლედ ყველა ორსულობის ტანსაცმელი დაპატარავებული მაქვს, განსაკუთრებით მუცელზე აღარაფერი აღარ მეტევა და რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი, გოჩას ეტყობა რომ ნერვიულობს, პირველი დღეა და ახალ სკოლაში შედის. გავუყევით გზას, პირველი ლოკაცია იყო ეკლესია, სკოლა არის ქრისტიანული და ბავშვებს პირველ დღეს ეკლესიაში დახვდნენ. ჯერ იგალობეს, დახვდნენ ბავშვებს, შემდეგ კლასების მიხედვით მასწავლებლებმა გამოიძახეს და წაიყვანეს ბავშვები ეკლესიიდან პირდაპირ სკოლაში, კლასში, ხოლო ჩვენ მშობლებმა გადავინაცვლეთ სკოლის სასადილოში, სადაც იყო გაშლილი სუფრები, იყო ბარბეკიუ, ნამცხრები და ასე შემდეგ. ახლა ხვდები თუ რატომ იყო საჭირო ბავშვებისთვის ლანჩბოქსი, რადგან ბავშვები არ ყოფილან მშობლებთან ერთად სასადილოში. სკოლის ტერიტორიაზე გადაღება არ შეიძლებოდა, გადავიღეს სულ ცოტა ეკლესიაში, როგორ გამოიძახეს გოჩა და შემდეგ გადაუღეს სურათები, მასწავლებელმა წაიყვანა და ჩვენც წავედით. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ, მომავალ შეხვედრამდე.